მეგობრებო, მე მქვია ნიკა, გახლავართ ინსტრუქტორი თვითგაარჩენის ხელოვნების. დღეს მე თქვენ გასწავლით, როგორ გააკეთოთ ფორმა 4-ის მქონე მახე. სამ დავიწყებდეთ მახის გაკეთებას, მინდა გაგაფრთხილოთ, რომ საქართველოში უკანონო არის მახეების დაგება და ამიტომ გთხოვთ არ გამოიყენოთ ეს მეთოდი იმ შემთხვევაში, თუ არ არის თვითგადარჩენის სიტუაცია და სიკვდილის სიცოცხლის საკითხი თუ არ დგას. მოდი დავიწყოთ. ჩვენ უნდა მოვიძიოთ სამი ჯოხი, რომლის სისქე და სიგრძე არის დამოკიდებული იმაზე, თუ რისი დაჭერა აქვს სულ სამ მახით, მაგრამ რამხელაც არ უნდა იყოს, ერთი უნდა იყოს ყველაზე სქელი, მეორე საშუალო და მესამე ყველაზე წვრილი და გრძელი. როდესაც მოვიძიებთ სამივე ჯოხს, ვიღებთ ყველაზე სქელს და უთლით ერთ მხარეს ისე, რომ კონდეს ჩვეულებრივი სახრახნისის ფორმა. ვუყურებთ შემდეგ, რადგან აუცილებელია ორივე მხარე იყოს ერთმანეთის პარალელური. არ არის აუცილებელი, რომ ყველაფერი იყოს ლამაზი, მთავარია იფუნქციონიროს. ზედა მხარე უნდა იყოს რაც შეიძლება სწორი, ამიტომ პატარა შესწორებებს შევიტანთ. აი ესე, მე მგონი მზად არის. როგორც ხედავთ, ერთ მხარეს უფრო გრძად ჩამოვთვალე ვიდრე მეორე მხარეს, ეს იმისთვის გავაკეთე, რომ ყოველთვის მეცოდინება საით არის სწორი მხარე და ასევე ამ ჩვენ ჯოხს, რომელიც აქეთ მხრიდან უნდა დავავადოთ, უფრო დიდ მანევრირების უფლებას აძლევს. შემდეგ ვიღებ საშუალო ჯოხს და დაახლოებით ზევიდან 3-4 სანტიმეტრის მოშორებით ვაკეთებ შემდეგნაირ ამონათალს. ჭრით ვერტიკალურად პირდაპირ ხეში აი ესე. დაახლოებით ჩავდივართ ნახევრამდე, მაგრამ ყურადღებით უნდა ვიყოთ, რომ ნახევარს არ გავცდეთ, რადგან მე ძალა დაეკარგება ჯოხს და როდესაც სიმძიმე დააწובה, გადატყდება. და შემდეგ ამ მოგრძო მხარიდან ვიწყებთ ამოთლას ამ ჭრილამდე. და ესეთი რაღაცა უნდა მივიღოთ. ზევიდან 3-4 სანტიმეტრის მოშორებით ჭრით და მე ვიწყებთ აქედან გათლას. მაგრამ არ უნდა გავხსნით ნახევარს, იმიტომ რომ შემდეგ ძალას დაკარგავს ეს ჯოხი და როდესაც სიმძიმე დააწובה, გადატყდება. შემდეგ ვიღებთ ისევ ჩვენ მსხვილ ჯოხს და საშუალო ჯოხს და ვადებთ ერთმანეთს. საით მხარესაც უფრო გრძელი ამონათალი არის, იქიდან ვიცით, რომ იქიდან მხრიდან უნდა დავადოთ. როგორც ხედავთ, კარგად გამოვიდა. შემდეგ ამ საშუალო ჯოხს ვუკეთებთ ისეთივე ანათალს ერთ მხარეს, როგორც მსხვილ ჯოხს გავუკეთეთ. აი ამ ამონაჭერის პარალელურად, ანუ ამ ამონაჭერის პარალელურად უნდა იყოს ჩვეულებრივი ატვირკის ფორმა. ვუყურებთ ისევ, რომ პარალელური იყოს ერთმანეთის ორივე მხრის ანათალი. და სწორი უნდა იყოს ეს ზედა მხარე. შემდეგ ვიღებთ ისევ ამ მსხვილ ჯოხს და საშუალო ჯოხს, ვადებთ ერთმანეთზე, უყურებთ როგორ გამოვიდა. შემდეგ ვიღებთ სამივე ჯოხს ერთად, ვადებთ ამ საშუალო ჯოხს დიდ ჯოხზე და უყურებთ. შემდეგ უნდა გავითვალისწინოთ, რამხელა კუთხეზე უნდა დავაყენოთ ეს ჩვენი საშუალო ჯოხი. რაც უფრო ესე შორს იქნება ეს საშუალო ჯოხი გამოწეული, მით უფრო დიდი დრო დაჭირდება, რომ მახე მოვიდეს მოქმედებაში. რაც უფრო ახლოს იქნება მიწეული, აი ესე, მით უფრო ნაკლები დრო დაჭირდება.
შემდეგ ვიღებთ ამ ჩვენ ყველაზე წვრილ ჯოხს და ერთ მხარეს ვიწყებთ თლას. აი ესე. აი ესეთ წაწვეტებული ფორმა უნდა მივიღოთ. ცოტა შეგვიძლია შევათხელოთ იმისთვის რომ საჭმელი გავუკეთოთ აქ. და მეორე მხარეს ვიწყებთ ესე ჩაჭრას ჯოხში. როგორც მანამდე გავაკეთეთ ისე. მივდივართ დაახლოებით ნახევრამდე, მაგრამ ნახევარს იქით არ გადავდივართ. შემდეგ ვიწყებთ ისევ ათლას. აი ესე. და მივიღებთ ისეთივე რაღაცას, როგორც მივიღეთ ჩვენ საშუალო ჯოხზე. შემდეგ ვიღებთ სამივე ჯოხს, ვიწყებთ აწყობას ისევ. აი ესე. აი ესე. და ეხლა უნდა გავსაზღვროთ რამ ხელაზე გვინდა ეს კუთხე რო იყოს და როგორ სისწრაფეთ გვინდა რომ მოქმედებაში მოვიდეს ეს მახე. დაახლოებით აი ესე. ვისურვებდი მე რომ აი ესე იყოს, სადაც საშუალო არის ესა. და აი ამ ადგილას ვიმახსოვრებთ და ამ ჩვენი წინა ანათალის მართობულად ზუსტად ვაკეთებთ ზუსტად იგივე ანათალს, მაგრამ ამ შემთხვევაში თლას ვიწყებთ აქეთ ამ მხრიდან. ანუ გავაკეთეთ ერთი ჭრილი დაახლოებით ნახევრამდე. დავიწყეთ მე გათლა და ზუსტად ამის მართობულად, აი ესე. აქეთ ამ ხაზს გავაკეთეთ ჭრილი და დავიწყეთ გათლა, მაგრამ ან ჩვენი წინა ჭრილის მხრიდან. აი ესეთი რაღაც უნდა მივიღოთ. შემდეგ ვიღებთ ამ სამივე ნაწილს ისევ და ვიწყებთ აწყობას. აი ესე. აი ესე. აი. და როგორც ხედავთ, როცა აქედან ზევიდან ძალა აწვება, ეს ჯოხი აწვება აი აქა, ამ წრულ ჯოხს და უნდა რომ წავიდეს წინ. ამისთვის გავაკეთეთ ჩვენ აი ეს ჭრილი და ეხლა ამ თავარ ყველაზე სქელ ჯოხზე უნდა გავაკეთოთ 90 გრადუსიანი კუთხე, რომ ამ წვრილი ჯოხის ანათალი წამოედოს და არ წავიდეს წინ. ეხლა ვიღებთ ამ ჩვენ ყველაზე მსხვილ ჯოხს და ვაკეთებთ 90 გრადუსიან კუთხეს. აი ესეთი რამ უნდა გავაკეთოთ 90 გრადუსიანი კუთხე უნდა გამოჭრათ. და როგორც ხედავთ, ზევიდან როდესაც აწვება მასა ამ საშუალო ჯოხს, მახე არის შეყენებული და მზად არის დასაგებად. შემდეგ ვიმახსოვრებთ ეს წვრილი ჯოხი, სადაც ეტება ამ 90 გრადუსიან კუთხეს და ამ 90 გრადუსიან კუთხეს ქვევით ვამრგვალებთ. აი ესე როგორც ხედავთ, სულ მზად ყოფნაში არის ჩვენი მახე. მოდით კიდევ ერთხელ ახლოდან გავიაროთ ყველა ის ნაბიჯები, რაც გავაკეთეთ. ესე იგი, პირველ რიგში დავიწყეთ ამ ყველაზე სქელი ჯოხისგან, გავაკეთეთ ჩვეულებრივი ატორკის ფორმა მივეცით წინა მხარეს და ერთ მხარეს გავაკეთეთ უფრო გრძელი ანთალი, ვიდრე მეორე მხარეს, რადგან გვეცოდინება, რომ ყოველთვის აქეთ ამ მხრიდან უნდა გავაკეთოთ. შემდეგ საშუალო ჯოხი ავიღეთ. ბოლოდან 3-4 სანტიმეტრის მოშორებით გავაკეთეთ ჭრილი ნახევრამდე და ავთალეთ. და მივიღეთ აი ესეთი რაღაცა. შემდეგ ჩამოვედით მაგის ქვევით და ბოლოში გავაკეთეთ ჩვეულებრივი ატორკის ფორმის მქონე ანათალი. შემდეგ წამოვედით ყველაზე წრულ ჯოხზე. გავაკეთეთ ჭრილი ანათალი და ამ ანათალის მართობულად გავაკეთეთ მეორე ჭრილი დაახლოებით ნახევრამდე და ანათალი და მივიღეთ აი ესეთი რამ. ამ წრულ ჯოხს წაუწვეთეთ თავი იმისთვის რომ საკვები გავუკეთოთ აქა. და ბოლო ეტაპი იყო ამ ჩვენ სქელ ჯოხს გავუკეთეთ აქ 90 გრადუსიანი კუთხე, სადაც ამ ყველაზე წრულ ჯოხს დაიჭერს და მაგ ადგილის ქვემოთ დავამრგვალეთ, რადგან ცხოველმა იცის ხოლმე რომ როდესაც ეთამაშება, ნელა ქვევით წევს და აქ ბოლომდე მართობული რო იყოს, არ შევა მოქმედებაში ჩვენი მახე. მოდით ახლა ვნახოთ როგორია მოქმედებაში ჩვენს მიერ გაკეთებული ფორმა 4-ის მქონე მახე.
ასე მეგობრებო, ფორმა 4-ის მქონე მახეთს ვისწავლოთ როგორ გავაკეთოთ. იმედია მოგეწონათ ვიდეო. თუ რაიმე ვერ გაიგეთ და კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ თქვით დააკომენტაროთ და აუცილებლად გიპასუხებთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ დაალაიქოთ და ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი, ეს ჩვენ ძალიან გვეხმარება. ასევე დაგვალაიქეთ Facebook-ზე და დაგვაფოლოვოთ Twitter-ზე. ლინკები მითითებული არის ქვევით description-ში. მადლობას გიხდით ყურებისთვის.